მე ვარ ანუკი გუდავაძე, 19 წლის. სწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. ყავს ოჯახი, დედა, მამა, და ძმა. ყავს მეგობრები, მათთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ჩემს გარეგნობასა და გარდირობს, ძირითადად მაქვს კლასიკური ტანის ამოსი, რადგან მასში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამასთან მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, მიყვარს ცვლილებები, მივესალმები ყველა სიახლეს და ვფიქრობ, რომ გადაცემა Refresh და ეს პროექტი ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. Refresh-ის მეორე ნაწილს ტრადიციულად ესთეტიკური მედიცინის ცენტრ Label Medical-თან ერთად ვიწყებ. ჩემი მთავარი გმირი უკვე მელოდება, ასე რომ ჩვენ შევიდეთ. Საფო გამარჯობათ, დარწმუნებული ვარ ჩვენს პაციენტს უკვე ჩაუტარეთ კონსულტაცია და მივედით საბოლოო დასკვნამდე. თქვენ რას ფიქრობთ, რა პროცედურა ესაჭიროება ჩვენს მთავარ გმირს? გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენს პაციენტს ჩაუტარეთ კონსულტაცია, იქიდან გამომდინარე, რომ არის 19 წლის, ასე კი მეზოთერაპიას ინიექციურ პროცედურებს ვერ გავუკეთებთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ გავუკეთო ღრმა წმენდა და შემდეგ პილინგი. ახლა არის პილინგების სეზონი და ვნახავთ შედეგს, როგორი იქნება. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ დემაკიაჟს, უსმევთ ფორების გამხსნას, რომ გაიხსნას ფორები. ვაფარებთ, რომ კარგად გაიხსნას ფორები. 15 წუთის განმავლობაში ექნება ესე დაფარებული, შემდეგ კი დავიწყებთ წმენდას. ახლა ვიწყებთ სახის წმენდას კოვზით. კომედონები გახსნილია და ამავკრით ჩავწერტილებს და ჯირქოვან გამონაყარებს. ღრმა წმენდის შემდეგ ჩვენს პაციენტს ესმება მასკა Soskins Purifying მასკა, რომელიც შეიცავს მწვანე თიხას და დაუხურავს ფორებს, ასევე არის აკნეს საწინააღმდეგო. დავამთავრეთ სახის ღრმა წმენდა და ვიწყებთ პილინგს. პილინგის გაკეთებას ვიწყებთ პრეპილინგით. გავიდა 10 წუთი და ეხლა წავუსმევთ ნეიტრალიზატორს, რომ გავანეიტრალოთ პილინგი. დასრულდა პროცედურა, ეხლა აქვს სახე სუფთა მდგომარეობაში და საჭირო არის სახლში მოუვაროს სახის განს. შედეგით ვარ ძალიან კმაყოფილი, დიდი მადლობა ლაბელს. მე და ანუკის წინ ძალიან სასიამოვნო პროცესი გველოდება. ჩვენ პეკინის 2 ნომერში მდებარე მაღაზია M&B-ში მოვედით, სადაც არაჩვეულებრივი კოლექციაა წარმოდგენილი და საკმაოდ მრავალფეროვანი. შენ ვიცი რომ იცმევ ჭრელ ფერებს. ნახე როგორი დავარდნილი და კარგი ნაჭერია. ძალიან მოგიხდება თან ეს ფერი, მე ვფიქრობ. ეს ფერი ხო ძალიან მაინტერესებს. ხო, მეც მაინტერესებს, აუცილებლად უნდა მოვირიგოთ. და რაღაცა კარგი სტილია. მე მკაბაზე რა სიტყვადი? ძალიან ლამაზია. გაროჯო პანზე იქნება არაჩვეულებრივი. ძალიან ლამაზია რა სიტყვი. ხო, აქეთ გვაქვს შინდის ფერიც, ესეც შეგვიძლია მოვირიგოთ. ანუ ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა ფერისა და სტილის სკაბები. შენ შეგიძლია უკვე ეს ყველაფერი მოირიგო, მე გელოდები ვნახოთ, ავარჩიოთ ყველაზე საუკეთესო მათ. დავეთით. ანუკე, ჩვენ შევარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი. ვფიქრობ ძალიან მოგიხდა. დიდი მადლობა თქვენ მაღაზია M&B-ს. ესეთი კარგი არჩევანი რომ გაგვაკეთებინეთ. დიდი მადლობა, კარგად. მე და ანუკი ჩვენთვის სასურველი სამოსი უკვე ავარჩიეთ. რა თქმა უნდა, ეს კაბა არ იქნება ლამაზი ფეხსაცმლის გარეშე და ტრადიციულად Skyler New York-ს ვეწვიეთ, სადაც არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი და დავიწყოთ, მოდი შერჩევათ ფეხსაცმლის. ანუკის Skyler-ში არის ახალი კოლექცია გაზაფხულის და ხედავ შენ თვითონაც რომ როგორი მრავალფეროვანი ფერებია. ნახე ანუკი რა ლამაზი ფეხსაცმელია. თან კურსიც ძალიან ლამაზია. მე ვფიქრობ შავი უფრო არ მოუხდება, მაგრამ ფეხსაცმელი ძალიან ლამაზია. ფოტოშორის ესეთ არის და ცუდი, მაგრამ მგონი ის ფეხსაცმელი უფრო მოუხდება. Skyler-ში არის სიახლე, სათვალეების ძალიან ლამაზი კოლექცია აქვთ. ძალიან მომწონს ეს სათვალე. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი სათვალეა და აქ მოსულ ადამიანებს შეუძლიათ ფეხსაცმელთან ერთად, რა თქმა უნდა, სათვალეც შეერჩიონ, ასევე არის ყელსახვალების მრავალფეროვანი არჩევანი, ნახე გაზაფხულის ფერებია. ძალიან უხდება ჯინსებს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვინდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს და გიხდება თანაც თავარია.
ანუ კი მოკლედ ფეხსაცმელი შევარჩიეთ ჩვენი კაბისთვის და ვფიქრობ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. ამას კი თქვენ სულ ცოტა ხანში იხილავთ, თუ საბოლოო ჯამში რა შევარჩიეთ. დიდი მადლობა Skylerniors და კარგი არჩევანი გავაკეთეთ. დიდი მადლობა. კარგად. ანუკის რეფრეში ნელ-ნელა სრულდება. ჩვენ კეკელიძის 28 დროპ 30 ნომერში მდებარე სალონ M კლუბში მოვედით და სტილისტი მირიანი დაგვეხმარება იმისთვის, რომ შევქმნათ ანუკის საბოლოო სახე. თმის ფერს ჭირდება გაცოცხლება, ფორმის მიცემა თმას, გავაკეთეთ ბრონდირებას, ანუ მუქი ფერიდან ნელ-ნელა გადავალთ ღია ფერში და მივიღებთ სასურველ ფერს. ჩვენ გადავწყვეტეთ გაგიკეთოთ ტექნოლოგია ომბრის კოლორისტიკა, ანუ ჩამოვრეცხავთ ბოლოებს, არასასურველ ფერს და შემდეგ უკვე დავადებთ ჩვენს მიერ არჩეულ ტონალობას. ჩვენ მოვჭით თმის გახუნებას, ეხლა დავიტანთ ორი ტიპის საღებავს, ეს იქნება ძირებში მუქი სპილენძის ფერი, სიგრძეზე ღია სპილენძის ფერი. მოვჭით შეღებვას, მივიღეთ სასურველი ფერი, ეხლა გადავალთ შეჭრაზე. რეფრეშის ბოლო ნაწილი უკვე სრულდება. მირიანიც და ჩვენი მთავარი გმირიც კმაყოფილები არიან ახალი თმის ფერით და ვარცხნილობით. მეც ძალიან მომწონს, თქვენ კი ამ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთში იხილავთ. ჩვენი რეფრეში წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი. თუ შეიძლება, ანუკი წამოდექი და მოვხსნათ ჩვენ ჯადოსნური მოსასხამი. ძალიან ლამაზი და ელეგანტური გოგო გახდა უცებ ანუკი. ნამდვილად ძალიან გიხდება ეს კაბა და გამოიყურები არაჩვეულებრივად, ძალიან ლამაზი ხარ. თმის ფერიც იმდენად უხდება შენ კაბას, რომ ემოციებს ვერ მალო. შენ თვითონ თუ მოგწა შენი თავი. ძალიან და დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემს რეფრეშში. ძალიან მომწონხარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეინარჩუნებ შენ ამ სტილს, ამ ელეგანტურს და კლასიკურ სტილს. დარწმუნებული ვარ, შენი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ შენი ახალი იმიჯი და ასევე უნივერსიტეტში შენ ჯგუფელებს. არაჩვეულებრივად გამოიყურები და მინდა წარმატება გისურვა შენ ცხოვრებაში. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად მოგწერეთ GDS დილის ოფიციალურ გვერდზე და მიიღეთ მონაწილეობა რეფრეშში. გელოდებით იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გადაცემის შემდეგი გმირი. მე სასიამოვნო და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.